ყველანაირი ჯანმრთელობა წამართვეს იმისთვის, რომ ბავშვები მიყვარს ძალიან. უნაულია მის თქმა, მაგრამ ბუნებრივად ჩემი შვილი ვერ მაყოლება. 19 წლის ბიჭის წამების მძიმე ისტორია მძიმე შედეგებით 2010 წლიდან იწყება. ეს გიორგი ხოჭავას ისტორიაა, რომლის დეტალების მოსმენა დღეს საგამოძიებო კომისიის წევრებს მოუწიათ. იხსენებს, რომ სასტიკი მოპყრობა დაკავების მომენტიდან დაიწყო, მაშინ როცა კონკრეტული მაღალჩინოსნები მისგან არჩადენილი დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. ჩამსვეს მეგისთან. ეს არა ადამიანი, მხეცი, ცხოველი, რავი, ცხოველიც არ ეწოდება ალბათ ამ ადამიანს. მეუბნება ეს ქურდობა გავაკეთე მე და ეს ქურდობა უნდა მეღიარებინა. მე მას უთხარი, არ ვაპირებ ამის აღიარებას. მეგის კარდავამ დამარტყა და დავეცი ძირს. 20 ადამიანი ცემდნენ, დამიწყეს ცემა და ამ ცემის პერიოდში ჩამიდეს კონკრეტულად კოხტა კოდუამ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. ესე გადამატრიალა მეგის კარდავამ და ჩემ სისხლის გუბესთან დამადებია თავი და მითხრა რომ ამელოკა. ამის შემდეგ ნაცემი ახალგაზრდა სახლში მიიყვანეს. ფიზიკური შეურაცხყოფა ჯერ დედას მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ მეზობელს, რომლის რეაქციაც არ მოეწონათ. საბოლოოდ გიორგი ხოჭავა კვლავ პოლიციის შენობაში დააბრუნეს, სადაც როგორც თავად ამბობს მეგის კარდავა მშობლებისა და 14 წლის ძმის მოკლით დაემუქრა. დედა ჩემმა როცა ნახა, დაიწყო ყვირილი. როგორც მოასულიერეს, მეგის კარდავამ და კოხტა კოდუამ დედა ჩემს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ დროს ჩემმა მეზობელმა გონერი ჩუხუამ და უთხრა თუ რა შვებოდნენ, რა საკეთებდნენ ისინი. ადამიანი ისე ცემეს, რომ ადგილზე მიაღებიეს ინსულტი. მე ისევ წამიყვანეს სამმართველოში. შემიყვანეს ეგრეთ წოდებულ ამოსაცნობ ოთახში. მამა ჩემი და დედა ჩემი ამოსაცნობი ოთახის მეორე მხარეს დამიყენეს. ისევ დამაჩუქეს. მეგის კარდავამ დამადო თავში იარაღი. მე შენ ეხა გეისვრე თუ არ მეტყვი. სადარი ალიბები და მე დავხოცავ შენ მშობლებსო. დავხოცავ შენ ძმასო. 14 წლის ბავშვს. ეგრეთ წოდებულ კაპეზეზე აწამებდნენ, ცემდნენ. ელექტროშოკერებს იყენებდნენ. გადამიყვანეს ზუგდიდის ციხეზე. როგორც კი შემიყვანეს მიმღებში უთხრეს. მოკალით და ათქმევინეთო. ისტორია, რომელსაც საგამოძიებო კომისიის წევრები ისმენდნენ, იმდენად მძიმე იყო, რომ დაუჯერებელი ჩანდა. ხოჭავასთვის წვრილმანი დანაშაულის დაბრალება მოეთხოვათ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მეგის კარდავას და კოხტა კოდუას მიზანი სწორედ ეს იყო. ბრალი თავდაპირველად ნივთის ქურდობისა და ნარკოდანაშაულისთვის წაუყენეს, თუმცა 7 წლიანი სასჯელი მხოლოდ ნარკოტიკების შეძენა შენახვისთვის შეუფარდეს. თუ ადამიანი არ არის ავად და ნორმალურია, ჯანმრთელია, რატომ უნდა სჭირდებოდეს 19 წლის ბიჭის ასეთი მეთოდებით წამება, რის ქურდობას გედავებოდნენ და მეორე კითხვა, ხომ არ იცნობდით მანამდე ან კოხტა კოდუას, ან მეგისი კარდავას, რის გამო შესაძლოა ისინი სხვა მიზეზის გამო გერჩოდნენ. შემოვიდა ჩემი ადვოკატი, მან მითხრა რომ ამ საქმეზე ვიღაცა დაიჭირეს და მე მომეხსნა ეს ქურდობა. გიორგი ხოჭავას უფლებების შელახვა ამით არ დასრულებულა. მასზე ფიზიკური ძალადობა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში გაგრძელდა. ციხეში ყოფნისას დაავადდა ტუბერკულოზითაც. პატიას ეძახდნენ, ხელები ესე უნდა გაეკეთებია პატიმარს, უნდა ჩამჯდარიყო და იქით-აქით უნდა გაევლო. მეუბნება ის გააკეთებო. მე მას არ გავეცი პასუხი. ციხის 10 თანამშრომელი მოვიდა ჩემთან და დამიწყო ცემა და დამიზიანეს ფეხი. ფეხი მოვირჩინე და ცოტათი მაინც დავდექი ფეხზე, მომცა სიცხეები. გამიჩნდა თურმე ტუბერკულოზი. მე 11 თვეს ხდება ჩემი ეტაპირება ტუბზონაზე. შემოვიდა ტუბზონის თანამშრომელი. პატიმრების თვალწინ დაუწყო ცემა ერთ-ერთ პატიმარს. ჩემ თანასაკნელს. გადავეფარე მას. შემოვიდა დაახლოებით 20 თანამშრომელი და გამიყვანეს მე. დამაგდეს თოვლში. მირტყეს 18 დღის განმავლობაში
დამტოვეს კარცერში. წარსულის მორიგმა მძიმე ისტორიამ საგამოძიებო კომისია კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ მსგავსი სისტემის შემოქმედები ხელისუფლებაში არასდროს უნდა დაბრუნდნენ. გიორგი ხოჭავასაც სჯერა, რომ 2010 წელი აღარასდროს განმეორდება. ვეთყვი ჩემ მშობლებს, რომლებსაც ეშინოდათ ჩემი აქ მოსვლის და მითხრეს შემდეგი რაღაცა, რომ თუ ოდესმე ისინი დაბრუნდებიან, ჩვენ უარეს გვიზამენო. მე მინდა ისინი დავამშვიდო და უთხრა, რომ სააკაშვილის დიქტატურული ხელისუფლება, რეჟიმი არასოდეს არ დაბრუნდება. დორბლიანი სააკაშვილი მიყურებს. 19 წლის უდანაშაულო ბავშვს როგორ უქცია ცხოვრება ჯოჯოხეთად იმ დროს კარგად მოისმინოს. მე მეჩვენება, რომ თქვენ იმ ძალიან ბევრი უბედურების გამო, რაც მოყევით, ყოველივე ამის გამო დღემდე ხართ გაბოროტებული. მე მოკლედ გიპასუხებთ, რომ არა. თუ არა, ეს ძალიან კარგი ამბავია და რატო? ჩვენ რომ ეს ბრძოლა თქვენ და ჩვენ ვინც აქ ვართ და კიდევ მილიონზე მეტმა ადამიანმა მივიყვანოთ ბოლომდე, ჩვენთვის წინაღობა შეიძლება აღმოჩნდეს ის, რომ ვიყოთ გაბოროტებულები. გიორგი ხოჭავას პატიმრობა 2013 წელს დასრულდა. მან ციხე ამნისტიის შედეგად დატოვა. ციხეში მისი წამების ეპიზოდზე პასუხისგებაში რამდენიმე პირი უკვე მიცემულია, თუმცა ხოჭავა თვლის, რომ ბრალდებული სტატუსით მეგის ქარდავა და კოხტა კოდუაც უნდა სარგებლობდნენ. ჩემ საქმეზე 2014 წელს რამოდენიმე ადამიანი მიეცა პასუხისმგებლობაში. ვითხოვ ჩემ საქმეზე წარედგინოს ბრალი მეგის ქარდავას, წარედგინოს ბრალი კოხტა კოდუას. სწორედ მას შემდეგ, რაც თქვენ დაგეჭირეს, გაწამეს ძალიან მალე, 2010 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ვახტანგ გორგასლის პირველი ორდენით დააჯილდოვა კოხტა კოდუა. მეგის ქარდავას მთავარი მწამებელი დააჯილდოვა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით 2012 წლის 19 მაისს ღირსების ორდენით დააჯილდოვა იგივე მეგის ქარდავა. შემდეგი ფორმულირებით სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის. გიორგი ხოჭავას წამების საქმე საგამოძიებო კომისიის დასკვნაში აისახება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი უნდა გახდეს.